გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. ტენესიდან, ეხლა მე ტენესის შტატში ვარ. აგვისტოს 11-ია, ძალიან ცხელა, რომ იტყვიან. და ეხლა ისეთ ადგილზე ვარ, რომ რო არ გადამეღო, არ შემეძლო რა. ეს არის მეურნეობა, სადაც მოყავთ ნარგავები და შემდეგ უკვე ამ ნარგავებს ნერგებს უпроსტორად ყიდიან. ხო და ეხლა მე ამ ნაძვებს ვიღებ აქ ესეთი გაჩვენებთ მე როგორი ნაძვებია და უნდა წავიღო ოჰაიოში. დიდი მეურნეობაა საკმაოდ, ეხლა შეგახედებთ და თქვენ თვითონ ნახავთ როგორ ტერიტორიაზე ვარ. ესეთი ტვირთი მე ჯერ არ მქონია, უпроსტორად ერთხელ მქონდა, რაც მე მუშაობ საერთოდ ტრაილერზე. და ეხლა მეორედ მომიწია კიდევ, მაგრამ ეს წლების უკან იყო და ეხლა მეორედ მომიწია კიდევ ამ ნაძვების წაღება. არ არის მაინდამაინც სასიამოვნო პროცესი, იმიტომ რომ ქვემოთ ანუ მიწა აქვს, ამას რაშიც არის შეფუთული და მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვემოთ ძირები ტომრებში აქვს ჩაწყობილი, მაინც იბნევა ეს მიწა და ისვრება რა მთლიანად ტრაილერი, მიწით ივსება ეს ერთ სიტყვით. ეხლა გაჩვენებთ რა ხდება, აი ეხლა იქით მე უბრალოდ არ გავივლი. იქით არის საერთოდ ეს მცენარეები, მაგრამ მარტო ნაძვი არ აქვს. ანუ როგორც ჩანს, ძალიან ბევრნაირი მცენარეები აქვს რა. და ესე უდებენ. აი ესე უნდა დამტვირთო მთელი ტრაილერი, აი ესე დააწყობენ ამ ნაძვებს. აი ეს მანქანა მიდის, ვიდავს სადღაციდან ამ შეფუთულს. მე მოაქვს და მე მიდები. ესე და შიგადაშიგ აი სტრეპებს უკეთებ რა. ესენი მექსიკელები არიან, სხვათა შორის ბიჭები და ესეთ მეურნეობებში თითქმის ყველგან შევხვდებით მექსიკელებს. ამაზე მშრომელი ხალხი ამერიკაში არ არსებობს. უბრალოდ ვერ ნახავ. ისეთი მშრომელები არიან. ამათთვის არც სიცხე არსებობს, არც წვიმა, არც გაჭირვება, რა ვიცი. აი სად არ შეხვდებით რომელ შტატში? კალიფორნიიდან დაწყებული, აი დამთავრებული ნიუ-იორკამდე ყველგან არიან და სულ ესე მუშაობენ, თუ რამე მძიმე სამუშაოა, ესენი ასრულებენ. სხვათა შორის იაფი მუშახელია, არიღებენ ძვირს თავიანთ მომსახურებაში, მაგრამ სამაგიეროდ საქმის შემსრულებლები არიან. ეხლა მე ერთი რაღაც აფიქრებს უბრალოდ. ესენი მე როდის დამტვირთავენ ესე. დიდხანს მოუნდებიან რა ამის დაწყობას. არა და ეს მთელი ტრაილერი უნდა გააავსო. აქეთ არის ოფისებიც, ეხლა ვიყავი შესული ოფისში, ვუთხარი რომ პიკაპი მაქვს მეთქი. ბოსები სიგრილეში ზიან კონდიციონერთან, კარგად საუბრობენ, იქით ძაღლი, აქეთ ბავშვი, ყავა, რაღაცა, თავისთვის არიან მოწესრიგებულად და შრომელი ხალხი კიდევ აი როგორ შრომობს. თუმცა ამაში ცუდი არაფერი არ არის, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ეს ბიზნესია და ბიზნეს კიდე თავის წესები აქვს და თავის კანონები აქვს, რა თქმა უნდა. და ესეც უნდა იყოს.
თვითონ მექსიკელებთან მე რამოდენიმეჯერ მისაუბრია კიდევაც არიზონაში მაგალითად სადაც აი ხახვით პირთავენ ხოლმე მე ნიუ მექსიკოში სულ ესენი მუშაობენ და ძალიან ბედნიერები არიან თავიანთი ცხოვრებით მინდა გითხრათ საღამოს იყიდიან მოდელო უყვართ ლუდი იმას დალევენ აუცილებლად მე ჩართავენ თავიანთ მექსიკურ მუსიკას ბოლო ხმამდე და აი როგორ გითხრათ რა თავიანთ სამყაროში ცხოვრობენ აი ესეთი სანერგე მეურნეობაა დიდ ტერიტორიაზეა გაშენებული აქედან მე რასაც ვხედავ აქვს სხვადასხვა ჯიშის მცენარეები აი ნაძვს ხედავ ეს არ ვიცი რა არის ოღონდ რა მცენარეა და ესეთი ბიზნესი აქვს რა საკმაოდ დიდი ტერიტორიაა უბრალოდ ეხლა აქედან ვერ ვიღებ თლიანად მაგრამ რუკაზე მე მეფზე რაც ვნახე ძალიან დიდი ტერიტორიაა და მუშახელი ყავთ თლიანად ეს მექსიკელები კიდე იმას დავამატებ რომ ძალიან კარგი ხალხი არიან უკონფლიქტოები წყნარი ზედმეტად არაფერს არ გეტყვიან ზედმეტად კი არა საერთოდ არაფერს არ გეტყვიან თავისთვის ჩაღუნავენ თავს და ესე მუშაობენ ძალიან ცხელა მინდა გითხრათ თლიანად აი ახლა რომ დგავარ ესე გძნობ როგორ მომდის როგორც წყალი ისე მომდის ოფლის სახიდან და ტანზე თლიანად სულ დავსველი არა და არაფერს არ ვაკეთებ უბრალოდ აი ეს გადმოსული ვარ ქვემოთ და სიცხის გამო ესე დამემართა აუი Hey, you have power. Take the shower if you want a power. Oh, ეს დაამძიმებს. ახლა რო ასველებენ ამას. რაც არის, წონა. ორი იმდენი გახდება. ამათ მე ხა გადაწონვარ არ გამიკეთო რაც არის ეგ არის ვერაფერს ვიდა კომენტარებში მთხოვენ ხოლმე რომ გზაც გადავიღო და აი ბატონო ესეც გზა ეს არის 24 გზა ეხლა შევდივარ მე ნეშვილში ტენესის შტატი
4-ზოლიანი გზა არის, სადაც ორი ზოლი, მარჯვენა ორი ზოლი არის დათმობილი ტრაილერებისთვის სასიარულო. ესეთ დიდ ქალაქებში, ზოგადად როგორც ნეშვილია მაგალითად, ძალიან ბევრი დიდი ქალაქია ამერიკაში, სადაც გვიწევს ხოლმე გავლა. გვიწევს ხოლმე ქალაქის გადაჭრა და ესე გავლა, ძალიან ბევრი ინტერსტეიტები გადის დიდ ქალაქებზე და ყველგან, თითქმის ყველგან არის საცობი და საცობები იქმნება ავარიების გამო. ბევრი მანქანა მოძრაობს, ავარიაც ხშირად ხდება და ერთი პატარა ავარიის გამო შეიძლება იმხელა საცობი შეიქმნას, რომ საკმაოდ დაგაგვიანოს გზაზე. ეხლა იქიდან მქონდა საცობი. აქედანაც არის საცობი, მაგრამ ჯერ არა, შეხვდება მიჩვენებს უკვე GPS-ზე, რომ 14 წუთი delay, ანუ ტრაფიკია ესეთი, რომ 14 წუთი აგვიანდება მოძრაობა მანქანებს გზაზე. გზებს რაც შეეხება ამერიკაში ზაფხულობით თითქმის ყველა ინტერსტეიტი რემონტდება. ძალიან ხშირად შეხვდებით კონსტრაქშენებს, ანუ სარემონტო სამუშაოებს გზებზე. რის გამოც გზები ნახევრად დაკეტილია და ეს კიდე დამატებით საცობებს ქმნის გზაზე. ზამთარში ეს პრობლემა აღარ არის მაგ მხრივ, მაგრამ ზამთარს უკვე მე თავის პრობლემები ახლავს. ზაფხული კიდე აი მაგით გამოირჩევა, რომ სულ რემონტი მიდის გზაზე. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მაინც სახარბიელო გზებია. აი შეიძლება ხმაც გესმით, ესეთი ბუგაროკებია. პრინციპში ვერც გაამთხუნებ, იმიტომ რომ უამრავი მანქანა მოძრაობს, ასევე ზამთარიც არც თუ ისე სუბუქი იცის და თავისთავად მოქმედებს ეს ყველაფერი გზაზე, ხო? კლიმა, ყინვა, ზამთარი, ზაფხული, რავი, ყველაფერი გარემო პირობები მოქმედებს და გზას მუდმივად უნდა შეკეთება. და ამხელა ჰაივეის ინტერსტეიტებს აბა ვინ შეაკეთებს ერთი ხელის დაკვირით დრო უნდა ხო ამას ყველაფერს. ახლა უკვე საცობი უნდა დაიწყოს, შეაჩვენებს GPS. რის გამო ეს საცობი, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, იმიტომ რომ საცობია რა.
ეს ორი მარჯვენა ზოლი შედის ახლა ექსიტზე რა და ამიტომ არის ეს საცობი რომ ბევრი ტრანსპორტი შედის ამ ექსიტზე. მარკეტს რა შეეხება, მარკეტთან დაკავშირებითაც მინდა ვთქვა, მე მარკეტში გულისხმობ დღევანდელ ფასებს აი ამ გადაზიდვების სფეროში. კონკრეტულად მე კონესტოგაზე ვიტყვი, იმიტომ რომ სხვა ტრაილერებთან მიმართებაში მე არ ვიცი, არ მაქვს შეხება, მე კონესტოგაზე მუშაობ. და მე ვიტყოდი რომ ცუდი მარკეტი ამჟამად არ არის. აი ეს საფხული ახლა მე რასაც უყურებ, ძალიან კარგი მუშაობა აქვს კონესტოგას ფასებთან მიმართებაში. მე არ მახსენდება რომ ჩემთვის დისპეჩერს ტვირთი ვერ აიღოს. რა არ ვიცი, არ მახსენდება. ტვირთი სულ არის აბსოლუტურად ანუ როცა მე ვცლი რამოდენიმე საათში უკვე მეორე ტვირთი აღებული აქვს დისპეჩერს ან ისი აკეთებს ხოლმე რომ წინა დღეს მიღებს მეორე დღის ტვირთს იცის სადაც უნდა დავიცალო და იმის რადიუსში უკვე ახალ ტვირთს მიღებს ფასებს რაც შეეხება კიდე ფასებიც რა თქმა უნდა ფასებიდან გამომდინარეა მარკეტი და ცუდი ფასები არ არის. სადღაც ეხა მე რასაც უყურებ ამ ეტაპზე საშუალოდ აი 2.60 ცენტი აი ესე უკავია მაილზე ტარიფი. ახლა ეს ტვირთი სადაც ავიღე, ხო? მე იქამდე ცარიელმა ვიარე 90 მაილი, ხოლო დატვირთულს მიწევს სიარული 570 მაილის, ანუ 660 მაილი გავლა მიწევს, რომ ოჰაიოში ჩავიტანო დანიშნულების ადგილზე. და ამ 660 მაილის გავლაში გადახდა არის $1,800. $1,800 რომ გავყოთ, ეხლა გავყოთ და გეტყვით რა გამოდის. $1,800 უნდა გავყოთ 660 მაილზე და გამოდის 2.72 ცენტი, რა. ესე იგი, ეს არის პლუს მინუს. ხან არის მაღალი ტარიფი, ხან შედარებით დაბალი ტარიფი. მე ეს ერთ-ერთმანეთს აბალანსებს და საშუალოდ ესე გამოდის რა მაილზე 2.60 აი ამ რადიუსში რა საწვავის მხრივ კიდე როგორ არის იცით, ანუ შტატების მიხედვით არის ზოგიერთ შტატში ძვირია, ზოგიერთში იაფია. მაგალითად, ნიუ-იორკი, ნიუ-ჯერსი, პენსილვანია, ეს შტატები ყოველთვის ძვირია. ყოველთვის. ისევე როგორც კალიფორნია მაგალითად. აი 4 შტატი შემიძლია ავიღო და ვთქვა, სადაც ყველაზე ძვირია საწვავი. ეს არის კალიფორნია, ნიუ-იორკი, ნიუ-ჯერსი და პენსილვანია. აი ამ შტატებში ყველგან ძვირია. დანარჩენ შტატებში უკვე მეტნაკლებად. ნუ ეხა საშუალოდ მიდვესტში მოძრაობ მე უფრო და მიდვესტში საშუალოდ სადღაც $3.08 ფასდაკლებით ვამბობ. $3 და 50 ცენტათაც კი ჩამისხია, გააჩნია სად მოხდები მაგალითად შეიძლება
ვისკონსინში ან სადმე მაგეთ ილინოისი ძვირია, სხვათა შორის ილინოისის შტატი ძვირია საწვავით ხრი. Ну, მე ყოველ შემთხვევაში ძალიან ყურადღებით ვსწავლობ ხოლმე მაგ ბაზარს, ანუ სად არის იაფად, სად არის ძვირი, იმიტომ რომ ეს პირდაპირ ჩემს ბიუჯეტზე აისახება და პატარა აი სხვაობასაც კი უკვე ფასებში მოაქვს უკვე გარკვეულწილად სხვაობა ჩემს ბიუჯეტზე. აი დავუშვათ ეხლა დღეს მე სადაც ჩავასხი საწვავი არ დავაკვირდი მე პაილოტზე ვასხავ ხოლმე არ დავაკვირდი ესე იგი პაილოტს გავწდი და მე მომაგონდა რომ ჩასასხმელი მქონდა და დავიწყე ძებნა და აღმოჩნდა რომ რომელსაც მე გავწდი ყველაზე იაფი იყო იქ ღირდა $3 ფასდაკლებით ეხა უკან მაგის გამო ვეღარ მივტრიალდებოდი და წინ მე შემდეგი რომელიც შემხვდა იქ ჩავასხი უკვე $3 და 8 ცენტა. ხო ეხა შეიძლება თქვათ რომ 8 ცენტი რა არის? 8 ცენტი რა არის ჩემო ბატონებო და 8 ცენტს გეტყვით ახლა რაც არის. ანუ როცა ხშირად ასხავთ საწვავს, ხო? მე მაგალითად ჩავასხი 220 გალონი. 220 გალონი ჩავასხი ახლა რომ გავჩერდი და 8 ცენტის სხვაობა რომ აიღო, 8 ცენტის სხვაობა გამოდის რამდენი? $16-17, ჰა ეს მათ რო ვთქვათ რა, უხეშად რო ვთქვათ, სადღაც $17 მომცა სხვაობა. ნუ რო გავჩერებულიყავი წინაზე და იქ ჩამესხა, სადღაც ესე იგი $17-ში პლუსში მოვიდოდი ხა. ახლა შეიძლება ისიც თქვა $17 რა არის, ხო, მაგრამ ყოველდღიურობაში როცა ასე ხშირად გიწევთ საწვავის ჩასხმა, მე უკვე არის, რა თქმა უნდა, არის და ამას უნდა დაკვირვება. იმიტომ რომ საშუალოდ მე მაგალითად საშუალოდ ვიძახი კვირაში ვასხავ $1800 საწვავს. ყოველ კვირა. ეს არის უკვე ნეშვილი, ეხა სადაცა ვარ. ქალაქი ნეშვილი, შტატი ტენესი. ტენესი განთქმული არის თავისი ვისკით. ცნობილი სიმღერაც არის. მომწონს ეგ სიმღერა, მე სხვათა შორის ტენესი ვისკი. ვისკს ასხავენ ტენესში და საკმაოდ განთქმულია მაგ მხრივ. ასე რომ სამუშაო სულ არის, მე ვფიქრობ, რომ თუ არ ეზარება ადამიანს, აი ამ პირობებით და აი ესეთი სტილით მუშაობა, შემოსავლის წყარო ყოველთვის ექნება იმუშავებს. მე არ ვლაპარაკობ, რომ მაინც ოუნერ ოპერატორი უნდა იყოს და საკუთარი ტრაილერი უნდა ყავდეს. არა, რა თქმა უნდა, ეხლა ძღოლათაც შეგიძლია ადამიანმა იმუშაო და ჩვენ ქართული რეალობიდან განსხვავებით საკმაოდ კარგ ხელფას გამოიმუშავებ. ოღონდ აქაც ბევრი დაკვირვება გინდა ადამიანს, იმიტომ რომ ზოგადად ამერიკა არის მაცდური ქვეყანა ფულის დახარჯვის მხრივ. როცა მუშაობ და რაც უფრო მეტი შემოსავალი გაქვს, მადაც უფრო მეტად გეხსნება და უფრო მეტი ცდუნებაა, რომ მეტი დახარჯო. შესაბამისად, შენი ხარჯიც იზრდება ამ მხრივ. ამიტომ თუ ცხოვრობ შედარებით ეკონომიურად და ფიქრობ, რომ გააკეთო დანაზოგი, მაშინ ცუდი არ არის იმ მხრივ, რომ ტრაილერზე იმუშაო და დანაზოგი გააკეთო. მაგრამ ესეც ხომ გეუბნებით, დამოკიდებულია იმ ხარჯებზე, რა ხარჯებიც გაქვს ამერიკაში, მიმდინარე ხარჯები. ვალდებულების აღება კიდე აქ ძალიან ადვილია, იმიტომ რომ ადვილად იძლევიან კრედიტ კარტებს, როცა უკვე მუშაობ, რა თქმა უნდა. ადვილად გაძლევენ ფაინანს, ანუ
განვადებას შეგიძლია გამოიყვანო მანქანა, ან იყიდო ძვირადღირებული ნივთები, ტელეფონები, ლეპტოპები, რავი, არ აქვს მნიშვნელობა რას ეყიდი. ყველაფერს ამას გაძლევენ 0%-იანი განვადებით, ანუ პროცენტს არ იხდი, ამაში ოღონდ იყიდე და ამას უპროცენტოდ გაძლევენ და შემდეგ უკვე გიწევს ამ ყველაფრის დაფარვა. ეს ერთ-ერთმანეთს უკვე ემატება და წვრილმანი ხარჯებიდან უკვე ადიხარ მსხვილმან ხარჯებამ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ როცა გადაწყვეტ რომ ვიმუშაო ტრაილერზე, უნდა გქონდეს კონკრეტული გეგმა, რომ აი ეს რაღაც მიზანი დაისახო და იმ მიზნის მიხედვით იმუშაო. შემოსავალიც შესაბამისად გაგეზდება და არ აღმოჩნდები უაზრო ხარჯებში. ბევრი ისეთი ადამიანი ვიცი, ვინც ახლა ტრაილერზე მუშაობს, რომ მაქსიმალურად ცდილობენ შეამცირონ ხარჯები და ამით გაზარდონ თავიანთი შემოსავალი. და ამას ბევრი ადამიანი თავიდან ვერ ხვდება. აი რომ დაიწყებენ მუშაობას, ხო, და რაღაცა ხარჯს ასე ვთქვათ, აიკიდებს ისეც, რომ მერე იმის დაფარვას უნდება გარკვეული პერიოდი. მერე აანალიზებს უკვე, რომ აი ხო არ ჯობია, რომ დაუშვათ აღარ ვიყიდო და ფული მოვაგრო მაგალითად. ეს ინდივიდუალურად გადასაწყვეტი საკითხია. ერთმა ბევრი ისეს ყველას, ვისაც როგორ უნდა და რაშიც უნდა იმაში დახარჯავს თავის გამომუშავებულ ფულს. თავარი აქ ის არის, რომ არავინ იფიქროს, რომ ტრაილერზე იოლად იშოვება რამე. არაფერი არ იშოვება იოლად, თუმცა შრომა ფასდება, მე ასე ვიტყოდი. ჭამაკიდე მადაში მოდის, ზოგს ეცოტავება, ზოგისთვის კარგია, რავი, ზოგს ებევრება. ჭამა თუ მადა, მადა მოდის ჭამაში, თუ ჭამა მადა მოდის ჭამაში. აი ესე საცობში მიწევს სიარული ახლა მე და კიდე 14 წუთი აწერია, ანუ ეს საცობი არის და არის გაქვავებული ესე კაი ხანი მომიწევს სიარული. ეხლა მე სადღაც 50 მაილში უკვე ჩემი ტრაკსტაპია, პაილოტის დიდი ტრაკსტაპი, იქ გავჩერდები. შხაპს მივიღებ, იმიტომ რომ სულ გაუფლიანდი და თან სიცხეროა, შემაწუხებელია ეს. ამის საშუალება მაინც გვაქვს და ეს კარგია, გზებზე ყველგან არის შხაპები. თან ოდესაც საწვავს ასხავ, გამოიმუშავებ ქულებს და ამ ქულების მიხედვით შეგიძლია ან შხაპი მიიღო, ან საჭმელი იყიდო, ან ტანსაცმელი იყიდო, გააჩნია რამდენს მოაგროვებ იმის მიხედვით. პოინტები გერიცხება და შემდეგ ამ პოინტებს ხარჯავს შენი შეხედულების მიხედვით.
დაგემშვიდობებით, ჩემო კარგებო, ჩემო მეგობრებო და კიდევ გავაგრძელებ გადაღებას რაღაცებს. გადავიღებ ისეთებს, რაც თქვენთვის საყურებლად იქნება საინტერესო. მადლობა.